მე უკვე ვიტრაბახე ჩატებში რომ მე რა იცოდეთ მეორედ მოვხდი. ეხა მე განვავითარებ კონსპირაციულად. მოდი ავიღოთ ნაციონალური მოძრაობა. პროპაგანდას ცოტა დაუკომპლექსები ხართ. კარგი, გადავიდეთ საქმეზე. მე და თინას პირადი კონტაქტები არ გვაკავშირებს ესე, მაგრამ რადგან თინას ვადა იწურებოდა ეს შემოთავაზება იყო. არა, საყაშუმა თუ ვინმეს რამე აჯახა, ეს ვიყავი მე. მოგაწვე. ეს მნიშვნელოვანია, მომაწაკით. ხო არ შეგიშლის ხელს მიშას ნეგატიური რეიტინგი. 2016 წელს მიშასგან წავიდა ყველა ჩემი წარმოდგენით ყველაზე დიდი თავები ვინც კი ყავდა. ანუ მიშა სახელი ქვია. რომ მიშა იღებს ამ გადაწყვეტილებებს. მიშა წვეთს ესე. ნაციონალურ მოძრაობაში ხაბა ბაბუა ჩემი ვერ გადაწყვეტ. პარტიაში იქნება მართვისაბჭო რამდენიმე კაციანი და არ იქნება ერთი თავმჯდომარე. და ნანუკას ფუნქცია რა არის აქ? ვინმესთან ნანუკა თუ ორგანულია, ეს არის ნაცმა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. გამორიცხულია, აი თქვენ დავიტყვი აქ და დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერ ოპოზიციის წარმომადგენელთან მე შევიდე საჯარო დისკუსიაში. შენ ხალხი წამართვი და შენ ჩემი პროექტი იყავი და მადლობა თქვი და ყველა მადიარი უნდა იყოს რა. 6-ში შეიძლება მეც ვიყარო კენჭე. დაჟე так.